დღეს დედამიწას სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები ემუქრება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხია გლობალური დათბობა, რომელიც სათბურის ეფექტით არის გამოწვეული. დედამიწა შთანთქავს მზის სინათლესა და სითბოს. დედამიწის მიერ გამოსხივებული სითბოს ნაწილი აღწევს კოსმოსში, ნაწილი კი რჩება ატმოსფეროში. ამის მიზეზი ის აირებია, რომლებიც ატმოსფეროში გვხვდება, მათ შორის ნახშირორჟანგი და წყლის ორთქლი. ეს აირები სათბურის მინასავით მზის სხივებს ატარებს დედამიწამდე, მაგრამ დედამიწის მიერ გამოსხივებულ სითბოს კოსმოსში სრულად აღარ ატარებს, შედეგად სითბო გროვდება. ადამიანის საქმიანობა ამ პროცესს ამძაფრებს. სათბურის აირების რაოდენობა იზრდება. ავტომობილების გამონაბოლქვის გამო, ქარხნებისა და საწარმოების მიერ ჰაერის დაბინძურების გამო, ტყეების გაჩეხვისა და ხანძრების შედეგად. ეს ყოველივე ხელს უწყობს ატმოსფეროში სათბურის აირების დაგროვებას, რაც აჩქარებს დედამიწის ზედაპირის დათბობას. დადგენილია, რომ ყოველ 40 წელიწადში პლანეტა საშუალოდ 1 გრადუსით თბება. თუ გლობალური დათბობა გაგრძელდება, კაცობრიობა სერიოზულ საფრთხეს წააწყდება. პოლარული ყინულები დნობს და ზღვის დონე იწევს, სანაპირო ქალაქებს წყლის ქვეშ მოქცევა ემუქრება. გახშირდება ბუნებრივი კატასტროფები, ქარიშხლები, წყალდიდობები, გვალვები. სასმელი წყალი და საკვები ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება. მრავალი ცხოველი და მცენარე გადაშენდება. ადამიანების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ აღმოჩნდება. გლობალური დათბობა მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ მასთან ბრძოლა ყველას შეგვიძლია. თითოეულმა ადამიანმა შეიძლება საკუთარი წვლილი შეიტანოს, გამოვიყენოთ მზისა და ქარის ენერგია, დავრგოთ ხეები და შევინარჩუნოთ ტყეები, ნაკლებად ვიხმაროთ ავტომობილი და დავხარჯოთ ნაკლები ენერგია, დავახარისხოთ ნარჩენები და შევამციროთ პლასტმასის გამოყენება, ვიყოთ პასუხისმგებლიანი მომხმარებლები. გლობალური დათბობა მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ მასთან ბრძოლა ყველას შეგვიძლია. თითოეულმა ადამიანმა შეიძლება საკუთარი წვლილი შეიტანოს, გამოვიყენოთ მზისა და ქარის ენერგია, დავრგოთ ხეები და შევინარჩუნოთ ტყეები, ნაკლებად ვიხმაროთ ავტომობილი და დავხარჯოთ ნაკლები ენერგია, დავახარისხოთ ნარჩენები და შევამციროთ პლასტმასის გამოყენება, ვიყოთ პასუხისმგებლიანი მომხმარებლები.